ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა შოუ-ბიზნესში მიმდინარე სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. ვაკის სარდაფში ძალიან ორიგინალური და რაც თავარია ჩვენთვის მტკივნეულ თემაზე შექმნილი კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. კლიპს ქვია ცოცხლები ჩქარა და ამ კლიპში მონაწილე თითოეული ადამიანი ყველას მოუწოდებს, რომ ცოცხლები აიღონ ხელში და ჩვენს დანაგვიანებულ ქალაქს მიხედონ. თუ ვის ეკუთვნის ამ კლიპის შექმნის იდეა და როგორ წარიმართა პრეზენტაცია, ამას სიუჟეტიდან გავიგებთ. იდეა მოდის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია არის თემის დაცვისა და კულტურული განვითარების კავშირი. მოკლე სახელი გვაქვს ჩვენი ესო. ჩვენი იდეა არის ერთ წლის წინ მქონდა ეს იდეა, ერთ წელი დაგვრჩირდა განხორციელებისთვის. ადამიანი მინუს კულტურა უდრის აკეთებულო საჭიროთა შეიძლება მე მგონი ნელ-ნელა ყველა რაღაცას მივხვდება და საკუთარ თავში ჩაიხედავს და საკუთარ სახლის წინ ეზოს მაინც დაალაგებს და იქვე ნაგავს არ დაყრის და აღარ დააბინძურებს. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია და იმ ადამიანებს, ვინც ამ კლიპში მონაწილეობას ღირებს. რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმი ოტელო, სადაც კასიოს როლს დათო გომართელი ასრულებს. როგორც ამბობენ, დათოს ისეთი სამსახიობო ნიჭი აღმოაჩნდა, რომ მოვალში შეიძლება მხოლოდ ამ ამპულაში ვიხილოთ. საუნდტრეკი ფილმისათვის გიო ცინცადეს ეკუთვნის და გომართელი ფილმში თავად ასრულებს სიმღერას. ხოლო რაც შეეხება კლიპს, ამ საუნდტრეკზე უკვე იღებენ და მასში გამოყენებული იქნება როგორც ფილმიდან კადრები, ასევე სტუდიური კადრებიც. ახლა კი ნახოთ სიუჟეტი. თემა გახლავთ ერთი, ეს გახლავთ შექსპირის ოტელოს თემა და ამ სხვადასხვა რეჟისორებმა უნდა თავიანთი ინტერპრეტაციით შეასრულონ და გადაიღონ ეს ფილმი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იქნება მათი ინტერპრეტაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მგონი თუ არ ვცდები, 5 რეჟისორია, რომელიც თავისებური ხედვით წარმოადგენს აი ამ ოტელოს თემას. ერთ-ერთი რეჟისორი, რომელსაც ასე ვთქვათ ანდეს ეს პროექტი, გახდა ოთარ ლითანიშვილი და მე მომიწია აი ამ ფილმში, მის ფილმში გადაღება. კასიო გახლავთ თანამედროვე ადამიანი, რომელიც წავიდა შეერთებულ შტატებში და იქ გახდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მომღერალი, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და ბრუნდება ამერიკიდან, ჩამოდის თავის მეგობრებთან, ანუ ასე ვთქვათ, ოტელოსთან, დეზდემონასთან და აი ამ დაბადების დღეზე ხვდება, მას უწყობენ ძალიან დიდ პურმარილს და არის შეხვედრა და ძირითადად აი ესეთი, ასე ვთქვათ,
თემატიკა თანამედროვე მიმდინარეობს. სპეციალურად იქნა დაწერილი აი ამ ფილმისთვის მუსიკა, ეს გახლავთ გიო ცინცაძის მუსიკა, ტექსტი გახლავთ ინგლისური, ტექსტი გახლავთ თვითონ ოთარ ლითანიშვილის და რადგანაც აი თქვათ კასიო ამერიკაში მოღვაწეობდა, ჩამოიტანა ესეთი პოპულარული სიმღერა, რომელიც ამერიკაში იგი გახდა ძალიან ასე თქვათ პოპულარული და ჩამოდის და აი ამ სიმღერას უმღერის ასე თქვათ აი თავის სტუმრებს და თავის მეგობრებს. თვითონ აი გადაღებების დროს და ჩაწერის დროს იქნა გადაღებული სტუდიაში აი ამ ასე ვთქვათ ჩაწერის დროს პერიოდში გადაღებული იქნა რა თქმა უნდა რამოდენიმე შეიძლება ითქვას კადრი და ამას დაემატება როგორც ხდება ხოლმე საუნდტრეკის დროს ფილმიდან რაღაც ამოღებული აი ეს კადრები სადაც რა თქმა უნდა ჩემი გმირი გამოჩნდება. მინდა გითხრათ რომ აი ამ საუნდტრეკში ჩემთან ერთად ღერის ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი მომღერალი და პირადად ჩემთვის ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარი შეიძლება ითქვას მაია დარსმელიძე და მე მგონია რომ მაყურებელი შეიყვარებს აი ამ სიმღერას, იმიტომ რომ მართლა ძალიან სასიამოვნო და რაღაც ესეთი განსხვავებული სიმღერა თან უცხოენოვანი ინგლისურენოვანი სიმღერა გახლავთ. არჩი მეფარიძე თავს დასვენების უფლებას არ აძლევს და დატვირთული შემოქმედებითი გრაფიკის მიუხედავად რემონტისთვისაც ისლის. როგორც ამბობენ, ახალ გარემონტებულ სახლში არჩის ყველაზე ძვირფასი რობერტო კავალის საძინებელი ექნება, რომელიც შეგახსენებთ, რომ თანამედროვე დიზაინის უკანასკნელი და საუკეთესო ნიმუშია. მოკლედ გილოცავთ არჩი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.